თეზოს თასი 2026 მე-12-ად ჩატარდა სვანეთში, შეჯიბრი თეზო ჯაფარიძის ხსოვნას ეძღვნებოდა და ის ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურებს შორის გიგანტურ სლალომში ჩატარდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მოთხილამურეს შეუძლია. დღეს ჩატარდა სვანეთის ღირსეულიშვილის დიდი სპორტსმენის თეზო ჯაფარიძის ტურნირი, რომელიც 2014 წელს ტრაგიკულად დაეღუპა. თეზო ჯაფარიძის გავლილი ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო. ის იყო ღირსეული სპორტსმენი, დიდი სპორტსმენი. შემდეგ სვანეთში მან მოკიდა სამთო სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის განვითარების საქმეს, რომელიც სანამ იცოცხლა ღირსეულად წარმართა. მე საფრანგეთში ვცხოვრობ დღეს და რავი, ყოველ წელიწადს თითქმის ჩამოვდივარ, ერთი წელი მაგასთან ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ თეზოს ტურნირზე. ტურნირი, რომელიც იქცა დღესასწაულად და ტრადიციად, რა თქმა უნდა, და ყველას გვახარებს ეს დღევანდელი დღეს, რომ თეზოს ირგვლივ აი ესეთი დღე ტარდება.